სტუდია მონიტორმა ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის საქმე გამოიძია. ფილმის ჩვენება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გაიმართა. ჟურნალისტურ გამოძიებაში მოთხრობილია ბიზნესმენის მიმართ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან განხორციელებული დევნის შესახებ. ფილმის ავტორ გიორგი მგელაძის თქმით, ბიზნესმენის საქმე მათ რამდენიმე დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად შეისწავლეს. დავით ბეგიაშვილი წლების განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი საიუველირო და სასაათე ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი იყო საქართველოში. ბიზნესმენი ყვება, რომ მას ძვირად ღირებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის დათმობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნის კაბინეტში იარაღის მუხარით აიძულებდნენ. ბეგიაშვილს სახელმწიფომ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია ჩამოართვა, დააკისრა 3 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაუყადა ღამთელი ქონება და მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ბიზნესმენზე დღეს ძებნაა გამოცხადებული, მან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით შვეიცარიის სახელმწიფოს მიმართა. დღეს მდგომარეობით დავით ბეგიაშვილს 7 წლიანი პატიმრობა და ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 2 მილიონი ლარის გადახდა აქვს დაკისრებული. სტუდია მონიტორმა დავით ბეგიაშვილის საქმე შეისწავლა სრულად, საქმის მასალები, გაეცნო ექსპერტების როგორც წერილობით, ასე პირ მოსაზრებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და გამოავლინა ის, რომ ის 3 ეპიზოდი, რაშიც ედავებიან ბეგიაშვილს, არის სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ დაუსაბუთებელი და არ არის მტკიცებულებებით გამყარებული. არაერთმა ექსპერტმა შეისწავლა საგადასახადო კუთხით აღნიშნული დავა ფინანსური კუთხითაც, სადაც ისინი საუბრობდნენ რეალურად და ცალსახად იმას, რომ მხოლოდ ეს არის არასამართლებრივი სანქციები, არასწორად არის დათვლილი სანქციები და შესაბამისად ეს სამწუხაროდ მსხვერპლი. ამ შემთხვევაში ბეგიაშვილი არის მსხვერპლი ამ ვითარებისა.